საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოში 2026 წლის მეოთხე მუხლის კონსულტაციების მისია დაასრულა. დასკვნით განაცხადში საუბარია საქართველოში 2026 წელს მოსალოდნელ ეკონომიკურ პარამეტრებზეც და ფონდი ზრდის პროგნოზს უცვლელად 5.3%-ის ოდენობით ტოვებს, ხოლო ირანში დაწყებული ომის ფონზე IMF-ი ელოდება, რომ წელს საქართველოში ინფლაცია 5%-მდე გაიზრდება. ასევე აქცენტი გაკეთდა იმ წნეხზე, რაც ფასების ზრდას უწყობს ხელს. გარდა ამისა, სავალუტო ფონდის დასკვნით განაცხადში აღნიშნულია, რომ საგარეო პოზიცია გაუმჯობესებულია, თუმცა მოწყვლადია ენერგომატარებლების ფასების და ტურიზმიდან შემოსავლების ცვალებადობის მიმართ. სავალუტო ფონდი საბოლოო აღწერით ეროვნული ბანკის მუშაობას დადებითად აფასებს. უფრო მეც მარიამ ბერძენიშვილი გვეტყვის, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. მარიამ, მეტ დეტალს ველით შენგან. დიახ, თავდაპირველად დავიწყოთ იმით, რომ თითქმის 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოში და როგორც შენაღნიშნე, მათ დასკვნითი განაცხადი მოამზადეს, სადაც არაერთ მიმართულებაზე არის საუბარი, მათ შორის, როგორც შენაღნიშნე, ლაშა IMF-ი 2026 წლისთვის არ ცვლის საქართველოსთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს და მას უცვლელად 5.3%-ზე ტოვებს. ამასთან ანგარიშში საუბარი არის საქართველოს ბოლოდროინდელ ეკონომიკურ ზრდაზე, ასევე იმ რისკებზე და გამოწვევებზე, რომელიც დღეს არის ჩვენს ქვეყანაში. ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად საერთაშორისო სავალუტო ფონდი, როგორც გლობალურ ჭრილში, ისე საქართველოსთვის ბუნებრივია ირანში მიმდინარე კონფლიქტს ასახელებს და ამბობს, რომ თუკი ეს კონფლიქტი გრძელვადიან ხასიათს მიიღებს, ამან შესაძლოა ფასებზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს. გაზრდილ ინფლაციასა და რისკებზე ისაუბრა დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმაც და როგორც ნათია თურნავამ მედიასთან საუბარში აღნიშნა, ეროვნული ბანკი ყველა სცენარისთვის მზად არის და საჭიროების შემთხვევაში ის მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს და ბუნებრივია ამ ინსტრუმენტის გამოყენებაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას გულისხმობს, ვინაიდან ეროვნული ბანკი არის სწორედ ის ორგანო, რომელიც ქვეყანაში პასუხისმგებელი არის ფასების სტაბილურობაზე. ამასთან დღევანდელ პრესკონფერენციაზე ხაზი გაესვა IMF-ის მხრიდან ეროვნული ბანკის სწორ მუშაობას და იმას, რომ SEB-მა ბოლო პერიოდში საერთაშორისო სავალუტო რეზერვების კუთხით რეკორდი მოხსნა და მან ისტორიულად დიდი რაოდენობის რეზერვი დააგროვა. საქართველოს ეკონომიკური შედეგები მყარია გონივრული მაკროეკონომიკური მართვისა და პოლიტიკის საფუძველზე. ამავდროულად გლობალური გაურკვევლობის ზრდის ფონზე, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში, ომის გათვალისწინებით პერსპექტივის მიმართ გამოწვევები იზრდება. თუ კონფლიქტი მოკლებადიანი იქნება, ველით რომ საქართველოს ეკონომიკა ძლიერ ზრდას განაგრძობს, თუმცა უფრო ზომიერი ტემპით. ეს ბოლო წლების გონივრული მართვის გაგრძელება იქნება. მიუხედავად იმისა, რომ მთლიანმა ინფლაციამ სამიზნე მაჩვენებელს გადააჭარბა სურსათისა და ენერგომატარებლების ფასების ზრდის გამო, საბაზო ინფლაცია შეზღუდული რჩება. საგარეო პოზიცია გაძლიერდა, რამე თუ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შემცირდა და საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ფისკალური პოლიტიკის დისციპლინა შენარჩუნებულია, სახელმწიფოს ვალი დაბალია, თუმცა ეკონომიკის პერსპექტივაზე მოქმედი გეოპოლიტიკური რისკები მზარდია, მათ შორის ახლო აღმოსავლეთის ომის შესაძლო გახანგრძლივების გამო. საქართველო უკეთ მომზადებულია საგარეო შოკებთან გასამკლავებლად ძლიერი მაკროეკონომიკური საფუძვლით და პოლიტიკის ბუფერებით. მისიამ თავის ანგარიშში საკმაოდ დადებითად შეაფასა როგორც საქართველოს მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები, ასევე საქართველოს ეკონომიკის მთლიანი მედეგობა შოკების მიმართ. ასევე ძალიან მადლიერები ვართ, რომ დადებითად შეფასდა როგორც ფისკალური, ასევე მონეტარული პოლიტიკა, გაუმჯობესდა ქვეყნის საგარეო პოზიციაც, კერძოდ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2025 წელს რეკორდულად ისტორიულად დაბალი იყო და სულ 2.6% შეადგინა მთლიან შრიდა პროდუქტთან მიმართებაში. ჩვენთვის, ეროვნული ბანკისთვის ეს ნიშნავს, რომ კვლავაც ხელსაყრელი პირობებია იმისთვის, რომ გავაგრძელოთ ჩვენი საერთაშორისო რეზერვების აკუმულირება. ქვეყანაში შეინიშნება ძლიერი სავალუტო შემოდინებების სხვადასხვა არხით. საყურადღებოა ეხლა ახალი გამოწვევა, რომელიც დაკავშირებული არის ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტთან. ჩვენი პასუხი ზოგადად ინფლაციურ შოკებზე, ძირითადი ჩვენი ბერკეტი ეს არის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი. შესაბამისად, მზად ვართ იმისთვისაც, რომ გამკაცრება გავაკეთოთ ჩვენი პოლიტიკის, თუმცა დავაკვირდებით, როგორ განვითარდება მოვლენები. თქვენ თუ ნახავთ, ახლა მართლა წამყვანი ცენტრალური ბანკების ქმედებას, ძირითადად ისინიც არიან ჯერჯერობით აი ესეთ მოლოდინის
რეჟიმში. ანგარიში და პროგნოზები, რაც არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გაცხადებული, სრულ თანხმედრაში არის ყველა იმ პრიორიტეტთან, რაც საქართველოს მთავრობას აქვს, როგორც პროგნოზებთან მიმართებაში, ასევე სტრუქტურულ რეფორმებთან მიმართებაში. პრაქტიკულად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებითად საკითხი არ არსებობს, რომელზეც ესე ვთქვათ, განსხვავებული პოზიციები იყოს. რაც შეეხება რეფორმებთან დაკავშირებით, ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას. ძალიან მნიშვნელოვანი ანგარიში იქნა სახელმწიფო საწარმოებთან მიმართებაში წარმოდგენილი, რომელიც ხაზს უსვავს იმ დიდ პროგრესს, რომელიც ამ მიმართულებით ქვეყანამ მიაღწია და ასევე სამომავლო ასე ვთქვათ, ნაბიჯებს, რომელიც უნდა გადაიდგას და რომლითთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს სრული თანხმედრა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მომზადებულ ანგარიშში ასევე საუბარი არის საერთაშორისო ინვესტიციებზეც და როგორც დოკუმენტში არის აღნიშნული ევროკავშირთან არსებული ურთიერთობები და გამოწვევები შესაძლოა ნეგატიურად აისახოს და ნეგატიური გავლენა მოახდინოს ამან საერთაშორისო ინვესტორებზე და ბუნებრივია საერთაშორისო ინვესტიციებზე, თუმცა მეორე მხრივ ასევე ანგარიშში საუბარი არის იმ მოსალოდნელ და დაგეგმილ ინვესტიციაზე, რომელიც არაფთა გაერთიანებული საამიროებიდან უნდა ჩაიდოს საქართველოში. საუბარი არის 6.6 მილიარდიან ინვესტიციაზე, რამაც ბუნებრივია, როგორც ანგარიში წერია, ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ეკონომიკურ ზრდას და დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდას. მადლობა, პირდაპირ ეთერში მარიამ ბერძენიშვილი საუბრობდა.